აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი საცხოვრებელ ბინაში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ბუავა ტყვარჩელიდან დედაქალაქში 2021 წელს ჩამოვიდა, 2022 წელს მის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე ღალატის მუხლით აღწრეს. ბლოგერი სოციალურ ქსელში ქართველებისა და აფხაზების კავშირის შესახებ აქვეყნებდა ვიდეოებს. მისი პოზიციის გამო ის ხშირად იღებდა მუქარებსაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში 60 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გურიის მოამბეს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ქალი ძარცვისას მოკლეს. მან გუშინ თხილის ჩაბარების შემდეგ 5000 ლარი აიღო. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. წარმოშობით რუს აქტივისტს საქართველოდან დეპორტაცია ემუქრება. ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში პროევროპულ აქციაზე დაკავებული დენის კულანინიც მოხვდა, თუმცა გათავისუფლების შემდეგ ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მას მესამე ქვეყნის არჩევა შეუძლია. ბაღდადსა და ზესტაფონში გუშინდელი სტიქიის შედეგებს ებძვიან. ძლიერმა წვიმამ სოფელ სვირში გზები დააზიანა და სახნავს 1000 მიწები დატბორა. უხმანალექმა პრობლემები შექმნა ბაღდადის სოფლებშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივების სანიაღვრეების პრობლემაზე საუბრობენ.